კონკრეტულად ოზურგეთისთვის ყველაზე დიდი გამოწვევად და პრობლემად რა რჩება და გურიისთვის. ხალხს უნდა მშვიდობა უნდა და სამსახური უნდა იგა. მეტი არაფერი. უმუშავრობა აბა რა კაცი გამოსული და მთელი დღე ბოდიშ თქვენდა და ყოყი ალავსო რაცხა 2 კაპიკი ვიშო. არა სამსახური. რო კითხო აგენს ახლა გინდა ოპოზიციას, გინდა ოცნებას რომ ვეძებთ მუშებს და მუშას თუ არ მიეცი რა უნდა ის. მუქთად ხო არ იმუშავებს ესე არა. სიმშილობას, სიმშილის ზღვარზეა ხალხი მისული. აი დილევთ ალბათ ჩვენმა ხელისუფლებამ რო გამევიდეს და დააკვირდეს ნარგვის ურნებთან რანაირი ადამიანებიდან და შეგეცოდება გული დამეწვა. აი მე თვითონ დავიტოვე გზისმული, მივიკელი და მივეცი ისეთი ხალხი დგება დილას და სანაგვე უნაში არიან ჩაყუდებული. პირველ რიგში ხელისუფლებამ ძალიან გთხოვთ მიხედოს ამ ხალხს, ამ გაჭირებულ ხალხს. მაგრამ რასაც არჩევნებში ფულს ხარჯავენ, მოახმარონ ამ ხალხს, ცოტა რაოდენობით მაინც მოუმატონ პენსია რაღაცა და ყველაფერი ჩამოყალიბდება. გურია თავიდან ბოლომდე პრობლემაა. ყველაფერი პრობლემური. რაცა ვითომ აი ყველაზე მეტად რა გამოყობს? ყველაზე მეტად გამომყოფამ ძაღლები როა უპატრონო ქუჩაში და გვეშინია გავლა. აი ეს ასაკონს რამოდენიმეჯერ მიკმინა და რამდენჯერ გევიკეთო აი შრატიც ხომ ფულთანაა დაკავშირებული. ეს ძაღლებს უეპატრონებიან არაუშავს. ჯერჯერ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის? კი, ჯერჯერობით. კი. მე რაც ვატყობ. არაფერი პრობლემა არ გვაქვს? ჯერჯერობით რა ვიცი მე ხედავ ჩემში და სხვა რა ვიცი. ხა არის უმნიშვნელო რაღაცები არის როგორ არა მაგრამ ახლა ასე საგანგაშო მდგომარეობა არა ნამდვილად ეკონომიკა ის კი პროდუქტებიც გეიზარდა მაგრამ ადამიანს იმას რაღაცას გამონახავს კიდო თუ წამას არსებო წავალით ჯამთელად გამოჯამთელდება და ცოცხალი იქნება იმას რაღაცას შეიმუშავებს და შექმნის მაგრამ როცა წამალს ვერ ყიდულო ვერც იმას შექმნის ნაშრომს ხო აი ესა დამოკიდებულია და წამლის ფასი კატასტროფულად და გადავხედავთო გვირდება უფროსები და ჩვენც უნდა დევეყოთ მაგენის სიტყვას რომ გადახედავენ და დროზე მოვხედავენ თუ არა ახლა საშუალო ასაკის კარდეიცვალა ვიძია კაცი მომალთაობას ვერაფერს ვერ ასწავლის. პრობლემა გზები რა თქმა უნდა ყველგან არა ეს გზები გაკეთებული წყალის პრობლემაა ყოველთვის ძალიან ხშირად თიშავენ მიზღემში ტექნიკური სამუშაოების გამო ითიშება ეს წყალი და არასტაბილურად არის წყალი. საფულშიც ძალიან ხშირად ანუ 2 და 3 დღე არ არის წყალი ხოლმე ქალაქში. ახალგაზრდების უმუშევრობა და გადინება კადრების რაიონიდან. ახალგაზრდები კარბიან. რო არ წავიდნენ აქედან რაღაც სამუშაო უნდა მისცეს და დააკავონ რაღაც არ შეიძლება ასე. ესე იგი თავარი გამოწვევა და პრობლემა პრობლემა არის ეს უმწვავეს